მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არც ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს მეთმა მრავალსაგასროთ თქვენ და სულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ზვანო ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მოთხრობილია ერთი იგავი წოდებულთა შესახებ. თუმცა კი თითქოს და იგავი ისეთია, რომ ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, რომ ამ იგავში რაღაცა ადამიანების მოწოდება არის. ღმერთთან შეერთებისაკენ მაინც რაღაცა დეტალები გვაქვს ჩვენ იქ დასაზუსტებელი და მოდი ამ დეტალებზე როგორც შევძლებთ დღეს ისე ვისაუბროთ. ჯერ იგავის შინაარსს გეტყვით ასეთია, რომ ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ სუფრა გაამზადოს, თავის მსახურს ეუბნება, რომ უნდა წავიდეს და დაპატიჟოს რჩეული საზოგადოება, იმიტომ რომ ეს კაცი თვითონ დიდებული კაცია და რჩეულებს უნდა მოუხმოს, მაგრამ ამ რჩეულებთან, როდესაც მიდის დასაპატიჟებლად, ერთი ეუბნება, რომ მიწის ნაკვეთი შევიძინე და ეხლა მივდივარ, რომ ის უნდა შევამოწმაო და დიდი ბოდიში ვერ მოვალ. მეორე ეუბნება, რომ უღლეული ხარი შევიძინე და ეს უნდა გავსინჯო ეხლა როგორ მუშაობს, როგორ გამომადგება ცხოვრებაში და დიდ ბოდის გიხდი და ვერ მოვალ. მესამე ეუბნება, რომ ცოლი შევირთე და ქორწილი მაქვს და არ შემიძლია და ვერ მოვალ. მაშინ ეტყვის ეს მონა, როდესაც დაბრუნდება და ბატონს მოახსენებს აი ამ ამბავს, ის ეტყვის, რომ ეხლა მაშინ წადი და დაუძახე ყველას, ვინც არიან ხეიბრები, ბრმები, კელობელი, სიტყვა რო წერია კოჭლს ნიშნავს, კელობელი, კოჭლები, რაღაცა გაუბედურებული ხალხი, ყველას დაუძახე, რადგანაც რჩეულებმა არინებდეს მოსვლა, ყველას დაუძახე, რომ მოვიდე. კვლავ დაბრუნდება ეს მონა და ეუბნება, რომ მე ყველას დაუძახე, მაგრამ კიდევ დარჩა ადგილი. კიდევ წადი ეუბნება და კიდევ ერთხელ გადი და ნახე ყველგან თუ სადმე ქუჩაში შეიძლება მსგავსი ადგილები იყოს, სადაც ესეთი ხალხი იქნება და ყველას აიძულე, რომ შემოვიდეს ჩემს სახლში. ნახეთ რა სიტყვები წერია. აიძულეთ, რომ შემოვიდეს ჩემს სახლში, რადგან აივსოს უნდა ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით, რომ მრავალნი არიან ჩინებულ, მაგრამ მცირედნი რჩეულ. აი ესე მთავრდება დღევანდელი ეს იგავი. რა დეტალების შესახებ მინდოდა თქვენთვის და მესაუბრა და დამეზუსტებინა. ალბათ თქვენთვის გასაგებია, რომ ღმერთი ყოველთვის მოუწოდებდა ხალხს და მოუწოდებს დღევანდელ დღესაც, მაგრამ აქ ორი მოწოდების შესახებ არის ლაპარაკი. პირველი მოწოდება გახლავთ სამოციქულო მოწოდება, როდესაც მოციქულებმა მოუწოდეს მთელ მსოფლიოში, სადაც იქადაგეს და მეორე მოწოდება იქნება მეორედ მოსვლის წინა მოწოდება. აი ამ ორ მოწოდებაზე არის ამ იგავში საუბარი. მაგრამ კვლავ დეტალებს დაუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, უფალი, რომელიც მოხსენიებულია, ღმერთი არის ალეგორიულად განსახიერებული და ის მონა, რომელიც გააგზავნა დასაპატიჟებლად, ის არის წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი, რომელიც პირველ ქადაგებას, ანუ იესო ქრისტეს შესახებ სწავლებას და დამტკიცებას და ხელის გაშვერით რო იტყვის, რომ აი ეს არის ტარიგი ღვთისა, სწორედ ეს გახლავთ. ამის შემდგომი ამ მოწოდების დროს ესე მთელი ქადაგება, პირველი მოწოდება შეიძლება ითქვას, რომ არის სამოციქულო ქადაგება, როგორც უკვე გითხარით და მეორე იქნება სწორედ მეორედ მოსვლის წინ, როდესაც საყოველთაო იქნება ეს მოწოდება. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ მსგავსი იგავები შეიძლება მრავლად წავიკითხოთ, იმიტომ რომ სახარებაში მრავლად არის. შეიძლება მსგავსი მოწოდება მრავალი გაგვიგონია და მოგვისმენია, მაგრამ მთელი ჩვენი გონება ჩვენ ერთ რამეზე უნდა გქონდეს მიპყრობილი, რომ თავარი არ გამორჩეს. დღევანდელი საზოგადოების პრობლემა იცით რა გახლავთ, რომ ის ხშირ შემთხვევაში ეშმაკს უჯერებს, რომ რაღაცა მთავარი მომენტები ამოიღოს მისი ცხოვრებიდან და მეორე ხარისხოვანზე და ნაკლებ მნიშვნელოვანზე გადაატანინოს მთელი თავისი ყურადღება. მე ამის შესახებ თქვენთვის მithქვამს ადრეც და ახლაც გაგიმეორებ. ეშმაკის მთელი მზაკრობა იცით რა არის? რომ ის ცდილობს, რომ დაგაჯეროს, თითქოს ეშმაკი არ არსებობს. ან კიდევ შენი კონცენტრაცია სადღაცას ერთი მიმართულებით რომ უნდა იყოს, ის ცდილობს, რომ გაფანტოს შენი ყურადღება და აი წარმოიდგინეთ, ეხლა რაღაცა მიზნისკენ მიემართებით, რომ აი მთაზე ასასვლელი მწვერვალია და იმ მწვერვალზე გელოდება რაღაცა დიდება და იქ უნდა მიხვიდე აუცილებლად, მაგრამ რომ მიდიხარ გზაში, ხან კენჭი ხდება და ხან რაღაცა დეკაც ყვავილი თუ რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდება და ყველაფერზე ამაზე ამახვილებ ყურადღებას
შეიძლება დაიწყო წუწუნი როგორ შეგიშალა ამ კენჭებმა ხელი ან ამ დეკას ცქერამ როგორ გაგართო და მთავარი მიზანი რჩება მიუღწეველი იქ სადაც უნდა მიდიოდე და თითქოს მიდიხარ ვეღარ აგრძელებ გზას იმიტომ რომ გაგაჩერა აგერ რაღაცის სილამაზე ამიტომაც კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ რომ არის რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში მთავარი და არ უნდა ამოვარდეთ ამ კალაპოტიდან რომ ჩვენი მზერის ობიექტი ვინ არის და ჩვენი მიმართულება საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მივემართებოდეთ ეს ვინ არის რატომ ამას ახლავე შეგეკითხეთ დავსვა მაქვე ამ კითხვას და გაგცემთ პასუხსაც ამ იგავში გამოყენებული არც ერთი საშუალება ღმერთის არ აუგზავნავს ჩვენთვის ნახეთ ადამიანი რომ ამბობს რომ მიწა შევიძინე და მის შესამოწმებლად მე მივდივარ არ უთქვამს ღმერთს რომ არ შეიძლება მიწის შეძენა და მისი დამუშავება პირიქით მიწის დამუშავება დაავალა ადამიანებს ღმერთმა ამიტომაც ის კი არ არის დანაშაული რომ ღმერთისგან მოწოდებული ადამიანი ამას ამბობს რომ ახლა მე შენთვის არ მცალია მიწა მაქვს დასამუშავებელი დანაშაული სწორედ ის არის რომ შენ მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ ამ მიწისგან გასაგებია შენ კურსს კი ჭამ მაგრამ ამ მიწაზე კი არა ხარ დამოკიდებული იმაზე ხარ დამოკიდებული რომ ამ მიწაზე ნაყოფი მოვა თუ არა ეს არც მიწის გადასაწყვეტია და არც შენი ეს გავიწყდება ძალიან ხშირად და ეს გონია რომ მე ახლა ამ მიწაზე მოვიყვან მოსავალს და ვიცხოვრებ მერე კარგად და მოვა თუ არა მოსავალი რომ არიცი ვიზია დამოკიდებული ეს მოვა თუ არა მოსავალი იგივე მდგომარეობა არც ხარების შესყიდვა აუგზავნავს და იგივე მიწის დასამუშავებლად დაჭირდეს შეიძლება ადამიანს ახლა უკვე სხვა დრო ახარებს გაყიდულობს მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში თქვა ნებისმიერი რამე შეიძლება შეიძინოს მაგრამ აქ ნახეთ 5 ხარზეა ლაპარაკი 5 უღლეულ ხარზე რატომ კონკრეტულად 5-ზე წმინდა მამები ძალიან საინტერესო რამეს ამბობენ რომ ეს 5 გრძნობასთან არის ადამიანის 5 გრძნობასთან შედარებული რომ გრძნობების ტყვეობაშიც არ უნდა იყოს შენ არც იმიტომ რომ ესეთი გრძნობები ცხოველებსაც გააჩნია და თუ შენსა და ცხოველს შორის განსხვავება არ არის ამ გრძნობების ტყვეობაში თუ კი იმყოფები სადღარის სულის ადგილი სადღარის ის მიმართულება რისკენაც უნდა მიემართებოდე შენ და ამ გრძნობებს სწორედ ამის სამსახურში უნდა აყენებდე შენ რომ ეს გრძნობები ემსახურებოდეს იმ ერთ გზას იმ ერთი სინათლის მიღწევას ჭეშმარიტი სინათლის მიღწევას რომელიც მუდმივად საძიებელი გაქვს და საძებნელი გაქვს მუდმივად იმიტომ კი არა რომ ვერ გიპოვია და ვერ მოგიხელთებია არა ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს მოხელთებული აქვს ეს სინათლე მაგრამ რომ არ განელდეს ლტოლვა ამ სინათლისაკენ ამიტომაც ეს 5 გრძნობა სწორედ ამ სამსახურში უნდა იყოს ჩაყენებული და არა პირიქით ამ გრძნობების ტყვე არ უნდა ვიყო მე და არ უნდა ვემორჩილებოდე მას და ამიტომ ამ მოწოდებას მე არ უნდა ვაყენებდე უფრო მაღლა უბრალოდ მოწოდებაზე მაღლა არ უნდა ვაყენებდე ამ გრძნობათა ტყვეობას მე მახსენდება ცოტას გადაუხევ თემას როდესაც ელისე მესამე მეფეთა წიგნში წერია ასეთი ისტორია რომ ელისე წინასწარმეტყველი მოდის და ხედავს რომ ელისე წინასწარმეტყველს ხარები ყავს შეფული და მიწას ხნავს და მოუწოდებს ელისეს და ეთქვის შენ მე უნდა გამომყვე შენ საფრთხო გზაზე უნდა დადგე და საწინასწარმეტყველო აი ეს მამამთავრობა უნდა გადაიბარო ისრაელის ერისა რასაკეთებს ელისე ამხარებს იქვე დაკლავს სხერბლად აღავლენს იგივე შეშას მოაგროვებს იმ თავისი გუთნისგან და შეშეთას ცეცხლს დაწვავს და იქვე სხერბლს შესწირავს ამ ხარებს რაც დარჩება დაურიგებს ხალხს და მაშინვე მიყვება ილიას ამიტომაც სწორედ აი ეს მდგომარეობა წმინდა მამებს შემთხვევით არ აყავთ ერთმანეთთან შედარებული რომ ეს უღლეული ხარი სწორედ გრძნობების ტყვეობაა და ელისი ამ გრძნობების ტყვეობისგან გათავისუფლებულია იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს დამოკიდებული არც მიწაზე არც ხარზე და არც იმაზე რაც მესამე წერია არც ქორწინება არ არის ჩვენთვის აკრძალული პირიქით ღვთისთვის სათნო რომ არ ყოფილიყო ქორწინება პირველი მცნება ეს არ იქნებოდა რომ აღორძინდით გამრავლდით და ავსეთ ქვეყანა და არც ჯვრისწერის კურთხევა არ გვექნებოდა ჩვენ და არც ლოცვები არ გვექნებოდა საგანგებოდ შედგენილი ჯვრისწერის საიდუმლოსთვის ხო მართალია ესე იგი ეს არ არის აკრძალული მაშინ რატომ წერია რომ ეს ადამიანი ამბობს რომ იცი რა ცოლი ხო მართლა საპატიო მიზეზია ძალიან საპატიო მიზეზია ცოლი მოვიყვანე და ეხლა არ მცალია ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ საქმე ის არის რომ არც ცოლის მოყვანამ არ შეიძლება შენ დაგაბრკოლოს
იმ საქმეში, რომელსაც სულის ცხონება ქვია. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, კვლავ გავიმეორებ და კიდევ ვიტყვი. როდესაც არ მოდიან რჩეულები, მერე ვის ეძახიან, იცით, იქ სიმბოლურად ჩვენ განვასახიერებთ ამ ხალხს, სწორედ დაუძახეს ებრაელ საზოგადოებას, იმიტომ რომ რჩეულები ებრაელები იყვნენ და მათ არინებეს მისვლა, ამიტომაც გამოვიდნენ მოციქულები და დაგვიძახეს ჩვენ, ვინც ვიყავით ბრმები, ეს ყველანაირად ზნეობრივი მორალური თვალსაზრისით ვლაპარაკობ მე ამას და რელიგიური თვალსაზრისით, ბრმები, კოჭლები, მათხოვრები და ასე შემდგომ. რატომ ვიყავით? იმიტომ რომ ეს სინათლე, ჭეშმარიტების ეს სხივი ჩვენამდე მოღწეული არ იყო. და ჩვენ გავხდით სწორედ აი ამ ტრაპეზის ღირსი და შენ მოწოდებული ხარ იმ რჩეულის ადგილას დაგაყენეს, რომელსაც საერთოდ არ გეკუთვნოდა, არანაირად არ გეკუთვნოდა ამ ადგილზე დგომა ან ყოფნა ან დაჯდომა, მაგრამ მოგიწოდეს და დაგაყენეს. მაგრამ შენთვისაც ყოველთვის გამოიძება მიზეზი რომ საკვირაო წირვაზე რაღაცით არ წახვიდე. იცით რა, მიზეზი შეიძლება მართლა არსებობდეს და რეალური იყოს და ვერ მივიდეს ადამიანი, მაგრამ მას არ უჩნდებოდეს მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის სურვილი, ეს ძალიან დიდი ტრაგედია. რატომ ეხლავე მოგახსენებთ? იმიტომ რომ როგორც ჩვენ ფიზიკური კვება გვჭირდება იმისთვის, რომ ორგანიზმა იარსებოს, ასევე გვჭირდება სულიერი საკვები. და სულიერი საკვები მსხვერპლშეწირვის გარეშე არ არსებობს, ჩემო ძვირფასებო. მე უამრავი შემიძლია დაგისახელო თქვენ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს. სიმდიდრეს თავზე საყრელად აქვს და ჯანმრთელობას და ყველაფერი, რასაც იტყვის, თვარეს თუნდა იყიდეს. მაგრამ ვერ პოულობს ბედნიერებას თუ მან მსხვერპლშეწირვაში არ მიიღო მონაწილეობა. ეს მსხვერპლშეწირვა თქვენ არ გეგონოთ რამე სხვაზე ვლაპარაკობთ. ეს არის საკვირაო ლიტურგია. როდესაც ჩვენ საკვირაო ლიტურგიაზე გახარდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარები, ეს არის სწორედ მსხვერპლშეწირვა. შენგან გაღებული მსხვერპლიც არის, იმიტომ რომ მოხვედი აქ, თუნდაც ამ ყინვაში, მაგრამ უპირველესად ქრისტესგან გაღებული მსხვერპლია, რომელშიც შენ მონაწილეობას ღებული. ამიტომაც იცოდეთ, მსხვერპლშეწირვის გარეშე დარჩენილი ადამიანი, მონა ან მიწისა, ანუ მიწიერისა ყველაფრისა, ან თავისი გრძნობებისა, ან კიდევ რაღაცა სხვისა, რომელსაც არ სცალია ამ საქმისთვის და გონია რომ სხვაგან იპოვის იმ სულიერ საზრდოს და როდესაც ვერ პოულობს, მერე იმ სასოწარკვეთილის შედეგია, რომ უამრავ თვითმკვლელობას გაიგებთ, უამრავ გაუკუღმართებას გაიგებთ, უამრავ ადამიანის რაღაცა გონების მონაბოდს გაიგებთ, როდესაც ჩვენ გონების ნაყოფის მიერ დაწერილ წიგნს კი არ ვკითხულობთ აქ, არამედ სულიწმინდეს მიერ ნაკარნახებს და ადამიანის ხელით ჩაწერილს. ამიტომაც გახსოვდეთ გამუდმებით ეს, როდესაც გადაწყვეტ, რომ კვირის წირვაზე არ წახვიდე. კარგად გაიხსენე მიზეზი, რატომ არ უნდა წახვიდე. და მერე მეორე, როდესაც გადაწყვეტ, რომ წახვიდე და აქ რომ დგახარ, ესეც კარგად გახსოვდეს, რატომ დგახარ. იმიტომ რომ არც გაუცნობიერებელი მოქმედება, არც ბრმა მორჩილება ქრისტეს არ სჭირდება. ქრისტე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და შენ როგორ შეიძლება იცნობდე ქრისტეს, თუ სახარების სული არ გაგიგია. ქრისტეც ერთ ადგილას ოწერია, რომ ასე ვიტყვი, არ გიცნობთ მე თქვენო. რატომ? როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმე არ იცოდეს და ვინმეს არ იცნობდეს? მაგრამ შენ რომ არ გამოთქვი მასთან ურთიერთობაში შესვლის სურვილი, შეიძლება გარეგნულად აღასრულებდი ყველანაირ მსახურებას. გარეგნულად პირჯვარსაც იწერდი და ყველაფერს აკეთებდი, მაგრამ არ შეხვედი უფრო მეტ სიღრმეში, ანუ ქრისტეს ძებნა, სადღაცას იმაში გინდოდა სასწაულთმოქმედ ხატებში და იერუსალიმში, აი აქ ძდება სწორედ ადამიანი. ქრისტემ აპოვნინეთ, აბა ამ სივრცეში სად არის ქრისტე? ვერსად ვერ იპოვით ასე სივრცეებში თუ დაუწყებთ მას ძებნას. აი აქ უნდა ეძებოთ. თქვენ შიგნით უნდა ეძებოთ, იმიტომ რომ დაუტევნელი ამ ქვეყნიერებისაგან დაეტევა ადამიანის გულში, ოღონდაც ადამიანის გულის კარი გაიგოს. ადამიანის გული უნდა შეიცვალოს, მისი მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და ამას ვერავინ ვერ გააკეთებს თუ არა თვითონ ადამიანი. ძალადობრივად ეს ამბავი არ ხდება. შეუძლებელია ვინმეს დააძალოს ღმერთმა, რომ შენ ახლა აუცილებლად ესე უნდა ქნა. არა. ეს არის ნებაყოფლობითი აქტი, ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ ცხონების საკითხი არის ჩვენი თანამონაწილეობა ამ ცხონებაში, თორე ღმერთი ძალით ვერ გვაცხონებს. კიდევ ერთხელ გეტყვით და გაგიმეორებთ ამას, დღევანდელი ჩვენი სახარების აი ამ სიტყვებს, რომ
მრავალნი არიან რჩეული და მცირედნი არიან უკაცრავად პირიქით მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი არიან რჩეული. რას ნიშნავს ეს სიტყვა? სწორედ ეს არის რომ მოწოდებული ხარ, დაყენებული ხარ იმ ადგილას, სადაც უნდა იდგე და ეხლა უკვე შენზე არის დამოკიდებული რამდენად გახსნი აი ამ გულის კარს ქრისტეს მისაღებად და მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მისაღებად, იმიტომ რომ როგორც ჩვენ შვილებს ვასწავლით, ყოველანი ვასწავლით, სუფრასთან როგორ უნდა დაჯდეს, დანა და ჩანგალი როგორ უნდა გამოიყენოს. იქ რაღაცაზე შენიშვნას მისცემ, რომ მარჯვნივ უნდა გეჭიროს მარცხნივეს, ხელსაწმენდი აკეთ. ხო ვასწავლით აი ამ კულტურას, რაღაცა სუფრასთან მოქცევის კულტურას, როგორ უნდა მიირთვას, როგორ უნდა მოიქცეს, უფროსებს როგორ ელაპარაკობს. ხო მართალია? ჩათვალეთ, რომ ეს გახლავთ სწორედ ჩვენი მეცადინეობა სათასასუფევლისთვის, რომ ვიცოდეთ ჩვენ უნდა როგორ უნდა ვიქცეოდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ ღებულობენ სათასასუფევლოში. როგორც აი ამ თუ ვერ გაზრდი შვილს ასე, გაუზრდელი დაერქმევა მას, ღმერთმა დაგვიფაროს და საზოგადოებაში არ ეყარებათ და ვერ მიიღებს საზოგადოება მას, ისევე არ იქნება ადამიანის ადგილი სათასასუფეველში, თუ არ გაიზრდება აქ აი ამ ლიტურგიით. თუ აი ამ ევქარისტიაში მონაწილეობა არ ექნება მის გულს და სულს და არ ექნება ამაზე ფიქრი მას დღე და ღამე. ასეთი გახლავთ დღევანდელი იგავი ჩემო ძვირფასებო, დამაფიქრებელი, ღრმა, ბევრის მომცემი და მინდა რომ გაყვეთ თქვენ ეს ფიქრი კვირიდან კვირამდე, როდესაც მოძღვარი გამოდის და სიტყვა სიტყვის აქვს, თქვენ ამაზე უნდა იფიქროთ ხოლმე და გადაიკითხოთ ხოლმე უნდა ეს იგავი, მე ასეთ რჩევას მოგცემ კიდევ ერთხელ.